და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთმა დააგლოსოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე ღმერთმა არ მოგაგო. დიდი მადლობა ყველას მოგზაურებისათვის, ღმერთმა შეიწიროს თქვენი ტაძარში მოსვლა და ღვთის კურთხევა და წყალობა და სიკეთე გაგატაროთ. ღმერთმა მტაძრიდან და ღევანდელი წილის მადლი შეგეძლოთ. დღეს არის ხსენება ათონის მთაზე გაბრწყინებულ მამათა. ღვთის მადლით დედა ღვთისმშობლის სადაც დედა ღვთისმშობელი მკვიდროს ყველაზე მეტად ათონის მთაზე განუწყვეტი ლოცვა აღევლინება ქართველებს იქ ძალიან დიდი ყვალი აქვს დატოვებული ათონის მთაზე და ძალიან დიდი უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ქართველებს ათონისთვის და თელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის. და მათ ძალიან ბევრი იყვათეს, ძალიან ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ დღეს ჩვენ ქონოდა უამრავი თარგმანი. დღეს რომ სახარებას ვკითხულობთ ახალ ქართულად, ძველ ქართულად უბრალოდ ეს არის წმინდა გიორგი თაწმიდელის თარგმანი, ექვთიმე თაწმიდელის თარგმანი. რო არა ეს დიდი მამები შეიძლება ჩვენ ეს თარგმანები საერთოდ არ ქონოდა. ამ მამებმა ძალიან ბევრი იყვათეს იმისთვის და საკუთარი ხორცი დაშრიტეს, აწვარეს საკუთარი თავი იმისთვის, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ქონოდა და მათ უდიდესი ყვაწლი გაიგეს ჩვენი ქვეყნისთვის და შეეწიოს ჩვენს ქვეყანას მათი მადლი და მათი წყალობა. მინდა დღევანდელ 60 კულოს შევეხო, რომელთა მართ ეპისტოლე წაიკითხა დღეს მამა გაბრიელმა და ეს პავლე მოციქულის საუბროს, რომ ესეთ რამე საუბროს, პირველად მინდაო სიხარულს რო ჯერ ებრაელებს და მერე წარმართებსო, ესე იწევს საუბარს. და მერე იონა ქროპირი გამარტავს ამ 60 კულოს ამუხლებს, რატო იწევს პავლე მოციქულის, რატო საუბროს ამაზე, რატო არის და ებრაელები ხშირად ამაყობდნენ თავიანთი რჯულით. სულ ამაყობდნენ და ჩვენ რჯული გვაქვს, ჩვენ რწმენა გვაქვს, ჩვენ სარწმუნოება გვაქვს, წარმართებს ეს რწმენა და სარწმუნოება საერთოდ არ აქვს. ამიტომ ისინი დაიკვირვებიან, წარწმუნებიან, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ჩვენ რჯული გვაქვს და პავლე მოციქული ამბობს, რომ მარტო რჯული გადარჩენის საშუალება არ არის. მარტო რჯული რო გაქვს და მარტო იმის რომ აიგუშინ მამას საუბრობდა, მარტო ის რომ შენ მაგალითად რწმენა გაქვს და რწმენა მარტო გადამრჩენელია. რწმენა მარტო გადამრჩენელია ამას პავლე მოციქული საუბრობს, რომ ვერ გადაგარჩეს მარტო რწმენა. შენ რამდენიც გინდა იძახო იმისა რომ წამს და გადამაჩენს ქრისტე, თუ შენი საქმეები რწმენასთან ერთად შესაბამისობაში არ იქნება, შენ რწმენა ვერაფერს ვერ მოგცემს. არაფრის მომცემი არ არის რწმენა და ამას ეუბნება პავლე მოციქული, რომ თქვენი საქმეები და თქვენი რწმენით განიჭები. მარტო რწმენა, მარტო იონა ქროპირი განმარტავს, მარტო საქმე რო გქონდესო. და მარტო საქმით რომ მეგზურობდე შენ რომ აიცი რა მე ძალიან კეთილი ვარ მე უამრავ სიკეთეს ვაკეთებ მე ყველას ვეხმარები და ამ ვეხმარები და სიკეთეს აკეთებ და რწმენა არ გქონდეს ეს საქმეც არაფერს არ გიშველის ეს საქმე არაფრის მომცემი არა შენთვის და ეს საქმე შენ ვერ გადაგარჩევ ვერ გაცხონებ როგორ შეიძლება შენ საქმემ გადაგარჩინოს და საქმით ცხონდე საქმე არაფრის მომცემი არ არის რწმენის გარეშე რომ თუ ამ საქმეს რწმენაც არ ახლავს თან საერთოდ ქროპირი ამბობს დღეს რომ შოროს წირვას ვატარებთ ხოლმე იქ იონა ქროპირი ამბობს ესეთ რამეს რომ ვინცო იწამაო ქრისტესიო და ვინც დაიჯერა ქრისტესიო ის უკვე ცხონდა და გადარჩაო ვინც ქრისტესი ჯერა ვისაც ქრისტეში ჯერა ანუ რას ნიშნავს შენ ქრისტესი გჯერა და ქრისტეს რწმენა გადაგარჩენ შენ რას გადაგარჩეს შენ თუ ქრისტესი გჯერა და შენ თუ ქრისტესი გწამს მაშინ ის რაც ქრისტემ დაგაბარა და რაც ქრისტემ გითხრა შენ ის ამსრულებელი ხარ ანუ წარმოუდგენელია შენ ქრისტესი გჯეროდეს და შენ გააზრებული კონდეს ის რომ ქრისტე შენს გამო ჯვარზე გაეკრა შენთვის ქრისტემ ჯვარცმა დაიწმინა შენი ცოდვები ქრისტემ საკუთარ თავზე აიღო და შენ ამ ცოდვებში ესე მარტივად იცხოვრო ეს წარმოუდგენელია შენ მარტო ამის წამდეს და შენი საქმეები სხვა იყოს და შენ აი მარტო ამბობ წამს ამის და შენ თუ ქრისტესი გწამს მაშინ როგორ ცოტა პავლე მოციქული ამბობს მაშინ ამას თუ ქრისტე გიყვარს და თუ ქრისტე გწამს აი ვინც გიყვარს იმას როგორ ღალატო აი თუ ახლა შენ შეყვარებული ხარ და ნამდვილად გიყვარს როგორ შეიძლება შენ ის ვინც გიყვარს იმას უღალატო არა თუ უღალატო ზოგჯერ ფიქრშიც კი არ მოგდი სხვა აზრი და სხვა გონება იმდენად თუ ადამიანი შეყვარებული ხარ ყოველთვის გაინტერესებს როცა ადამიანი შეყვარებულია როცა ადამიანი შეყვარებული ყავს და მართლა უყვარს გონია ადამიანს ზოგჯერ ხო ზოგიერთი ამ შეყვარებულობის გამო მშობლებზე უარს ამბობენ მშობლებს უპირისპირდებიან შეყვარებულობის გამო მშობლს ეუბნება რომ მე ეს არ მომწონს მაგრამ ის უპირისპირდება ოჯახის წინააღმდეგ მიდის იმიტომ რომ შეყვარებულია მას ძალიან უყვარს და არავინ და არაფერი არ აინტერესებს ზად არის რომ მასთან ერთად იმ სიღარიბეში იყოს მასთან ერთად იმ ტკივილში იყოს განსაცდელში იყოს იმიტომ რომ შეყვარებულია და ის იმ შედეგებზე აღარ იმიტომ რომ მას უყვარს და მორჩა და დამთავრდა
და როცა შენ ქრისტე გიყვარს, როცა შემართლა ქრისტე შეყვარებული ხარ, როგორ შეიძლება შენ ქრისტეზე შეყვარებულმა ადამიანმა იმრუშო და ქრისტეს უღალატო? როცა შენ ქრისტე თელი ასებით გიყვარს, როგორ შეიძლება შენ მერე ნარკოტიკებს იკეთებდე და ნარკოტიკს შეძებდე სიამონებას და გადარჩენას იმაში ეძებდე? როგორ შეიძლება შენ ქრისტე თელი ასებით გიყვარდეს და შენ შეყვარებული იყო ქრისტეზე და თელი არსებით შენ მასზე იყო შეყვარებული და ის შენში იყოს თელი არსები და ის შენში იყოს და მერე შენ ვიღაცას ცილს წამებდე, ითხოვებოდე, ბოროტებას აკეთებდე, ქუჩაში გაჭირებული დაინახო და არ დაეხმარო. როგორ გიყვარს ქრისტე? ქრისტემ გითხრა, ეგეთი რა პირდაპირ გითხრა, რომ მიხედე გაჭირებულ ციხეში პატიმარი მოინახულე, უპატრონი ადამიანს, შენი უკმა პირი და გამოიღე და სხვა საჭამე. თუ ქრისტე გიყვარს, მაშინ სხვა როგორ მოიქცევი? როცა შეყვარებული ხარ, ხო? ისე იქცევი, როგორც იმ ადამიანს მოწონს, იმას აწონებ თავს. და ისე იქცევი, როცა შეყვარებული ხარ, როცა ნამდვილია ეს სიყვარული. და ჩვენი პრობლემა რა არის? იცი რომ ჩვენ ჯერ ესი არა ვართ შეყვარებული ქრისტესთან. ამიტომაც ვწოდავთ, ამიტომაც ვარდებით ამ წოდებში. და როგორც კი შენ ამას აცნობიერებ, რა არის აღსარება? ამას რო აცნობიერებ, მიდიხარ მოწმართან დევნები. მამაო, აი, ძალიან ისე ვარ, არ ვიცი, ჯერ ეს წმენა არ ამოქვს, დამეხმარე რომ ეს წმენა შევიძინო. დამეხმარე, შემეწი ამაში. მინდა როგორ უნდა შეიძინო ეს წმენა? დიდი შრომის გარეშე ამას როგორ შეძლებ? ზოგიერთი ამას ეკეთრ ამას რომ წმენა საჩუქარესე გეძლევა და მორჩა, მორწმუნე ხარ. რა გეძლევა და მორწმუნე ხარ, ის გაჩუქეს და მორწმუნე ხარ. მაშინ ღმერთი ბოროტია, მაშინ ვიღაცას ჩუქნის და ვიღაცას არ ჩუქნის. რას ნიშნავს ვიღაცას ჩუქნის და ვიღაცას არ ჩუქნის წმენას? მაშინ რას ნიშნავს? მოციქულებს აი დღევანდელ სახარება რო წავიკითხეთ. მეო მინდაო თქვენო მებადურები ხართო პეტრეს ეუნება და ანდრიას ეუნება და მე მინდა თქვენო გაგხადოთო მებადურე კაცთაო, ანუ ადამიანები მოინადიროთო თქვენო. ანუ მე დაანებეთო ამ თევზაობას, თავი დღევანდელ სახარებაში ეწერა და მე შემომიდექიდო ჩემთან ერთად იყავით და მე თქვენ უფრო მეც მოგცემ. მე თქვენ გახდით მებადურს ადამიანი, თქვენ ადამიანებს მოინადირებთ. და რომელი ადამიანი უნდა მოინადირო? თუ იმ ადამიანს ღვთის გამიეცე საჩუქარი, შენ რა უნდა მოინადირო ეს ადამიანი? შენ რა უნდა ასწავლო მას? არ როგორ უნდა ელაპარაკო ქრისტეზე? მან უკვე ისე ქრისტეში სახელმწიფო. შენი ქადაგება რა საჭირო? ან ამას რო ვაკეთებ რა საჭიროა? თუ ეს ყველაფერი ისე მოცემულია. მაშინ არაფერი არ ჭირდება მაშინ შენ. მაშინ ის მოციქულები გიჟები ხო არ იყვნენ ამ საქადაგებად რომ მიდიოდნენ ამის გამო ყოლავდნენ. აგერ პავლე მოციქული ჩაქოლეს, ქვები ჩაქოლეს, განტვინეს, ზოგი ხით გახერხეს, შეჭამე, ზოგი წარმოიდგინეს, ზოგი თავდაღმა გააკრეს ჯვარზე, რაები არ გაუკეთეს. მაშინ რატო ქადაგებდნენ ამას? თუ ეს წმენა ღვთის საჩუქარი იყო და ესე აჩუქეს ღმერთი ჩუქნის ამ წმენას მარტო და ამას შრომა არ ჭირდება არაფერი და ესე მარტო მოგეცა შენ და გაჩუქეს ეს წმენა. მაშინ ეს მოციქულები რა ის შრომობდნენ? ღმერთი მიცემდა ყველა სამ წმენას, ვისაც საჭირო იყო. და ჩემი ქადაგება რა შვაში, ანუ ჩვენ რატო ვიხდით, რატო შრომობთ მაშინ ამ ყველაფერს? არას ქადაგებთ. ან ისინი ვინც ამას ლაპარაკობენ, ისინი რატო ქადაგებენ? ისინი რატო საუბრობენ? თუ ესე გეძლევაში დაჯექი შენთვის და შენ ხო გაქვს ექსპერიმენტი დაიხავე შენთვის, მაგრამ ესი არ არის, რატო გესაუბრებით ამას? მე წინა კვირას გესაუბრე თქვენ. ჩვენი მართლმადიდებლობის პრობლემა იცი რა არის ყველაზე დიდი პრობლემა? ჩვენ წმინდა წერილს არ ვიცნობთ საერთოდ. ჩვენ წმინდა წერილს განმარტებებს არ ვკითხულობთ. არ ვკითხულობთ. აი ჩვენ უბრალოდ ვართ მარტო ვითომ მორწმუნეები და ჩვენი ცხოვრების წესი არის სხვა და ჩვენი ეს რო გაეცნო ამ ქრისტიანობას, ამას არ ვაკეთებ ჩვენ. არ ვკითხულობთ ამ სახარებას. არ ვეცნობით. აი მაგალითად ახლა როგორ უნდა იყოს წესით, იცი? თქვენ რო წირვაზე მოდიხართ, აი წირვაზე რომ მოდიხართ უკვე. მთელი კვირის განმავლობაში უკვე უნდა იცოდე მაგალითად კვირას, რომელიც სამოციქულო იკითხება და რომელიც სახარება იკითხება. და თქვენ უკვე კვირას რომ მოდიხართ, ეს განმარტებებით უკვე წაკითხული უნდა გქონდეთ. აი ნახე თუ შენ ქრისტიანი ხარ, მთელი კვირის განმავლობაში, აი ეს საკითხები რო გადახედოთ, ეგეთა სამოციქულო და სამოციქულოს განმარტება და სახარების განმარტება, მაქსიმუმ ეს ყველაფერი ეს განმარტება რო წაიკითხოთ, მაქსიმუმ არის ერთი 10 ფურცელი, მეტი არ იქნება. 20 გვერდი. შეიძლება აი ზოგჯერ დიდი განმარტებები შეიძლება იყოს აი 30 გვერდი იყოს, ან 40 გვერდი იყოს, მეტი არ არის. და კვირის განმავლობაში ახლა შენ რო ყველა კვირას ეს რო წაიკითხო რა, რომელიც სამოციქულო იკითხება თავის განმარტებით, რო წაიკითხო შენ ეს სახარება თავის განმარტებით, მე ის სახარება რომელიც იკითხება ბევრჯერ რო წაიკითხო რომ ეს გონებაში ჩაგჭირს ეს სიტყვები. მათ ეს სახარებაში რას ამბობს, რომელთა მარტების სტოლში პავლე რაზე საუბრობს. წარმოიდგინეთ ახლა თქვენ რო ყველა კვირას ამას გააკეთებთ, როგორ გაიზრდებით? და მე როცა ამას წაიკითხავთ და მე ამ წაკითხვის მე თქვენი ცხოვრების წესად რო აქცევთ მე.
აი როგორი განათლებულები გახდებით, წარმოგიდგენთ, როგორები იქნებით ესე ვიღაცები მე ვეღარ მოგყიდლავენ მე ამ თავიანთი ტერმინების ბრახუნით, ამით ვერ მოგყიდლავენ ამით. რაღაცა რომ დამახსოვრებული აქვს მათეს სახარების მეათე თავის მეხუთე მუხში წერია ეს, რომელთა მართ ეპისტოლეს მეხუთე თავის მესამე მუხში წერია ეს. ესე ძალიან მე ნამდვილად არ ვიცი რომელ თავში დაწერია. მე ვიცი თავი დამოდე თელი ჩემი ცხოვრება კითხულობ ამ სახარებას და კითხულ სამოცხლოს არასოდეს არ მიქცევია ყურადღება იმაზე რომელ თავის რომელ მუხში დაწერია. მე შემიძლია ვისაუბრო პავლე მოციქული კორინთელთა ეპისტოლეში რაზე საუბრობს, რაზე ლაპარაკობს, რაზეა გამახვილებული ყურადღება, რომელ თემათა ეპისტოლეში რაზე საუბრობს. ზოგი მუხლი შეიძლება მე მეცნეთ, მე დაიმახსოვროს ზეპირად. შეიძლება რომ კითხულობ, მე გახსოვს რომ მაგათად მეექვსე თავში ეს წერია, მეშვიდე თავში ეს წერია, მესამე თავში ეს არის დაწერილი. ეს მე შეიძლება გახსოვდეს, მაგრამ ამას იმიტომ კი არ კითხულობ, რომ ესენი ყველაფერი დაიმახსოვროს ციტატები. ამ ციტატებს საერთოდ აი შენთვის ამ მუხლებს მნიშვნელობა არ აქვს, რა მუხში რა წერია. ეს არ თვითონ შენ გაინტერესებს პავლე მოციქული რაზე საუბრობს და პავლე მოციქულს რაზე აქვს ყურადღება გამახვილებული. პეტრე მოციქული რაზე საუბრობს, იაკობ მოციქული რაზე საუბრობს, ლუკა მახარებელი რაზე ლაპარაკობს, იოანე ღვთისმეტყველი, იოანე მახარებელი რაზე საუბრობს. და შენთვის ეს წიგნი უნდა იქცეს ცხოვრების წიგნად. უნდა იქცეს, მე თქვენ გთხოვეთ წინა კვირას, რო დაიწყო პეტრე პავლობის მართლა ძალიან გთხოვეთ, ხო ყველას რომ აი წაიკითხეთ მეთქი საქმე პავლე მოციქულის და პეტრე მოციქულის ეპისტოლეები. და ძალიან ვთქვით ეს უეჭველი შეასვლა ძალიან ვთქვით რომ გაიზარდოთ ამაში. არ შეიძლება ესე ქრისტიანები იყო და თქვენ ამ წმინდა წელს არ ეცნობოდეთ, არ კითხულობდეთ, არ იზრდებოდეთ, არ შეიძლება. ბრმა წმენა არ შეიძლება. ამდენი წელია საკუთარ თავს დაუსი კითხვა. ამდენი წელია ეკლესიაში დადიხარ და შენ ეს ყველაფერი არის. ამდენი წელია ეკლესიის წევრი ხარ და ფსალმუნებს არ კითხულობ. იცი ამდენი ადამიანია რომ ეკლესიის მეც სხვათა შორის მეც გქონია კითხები რომ მეც ფსალმუნები არ წამეკითხავს გდელი ვარ და მეც მაგალითად კანონებს ზოგჯერ არ ვკითხულობ ხოლმე. მივარდება ეს მეც ეს კანონები და ისინი. ზოგჯერ მეც დამჩენია ესეთი დღე რომ არ წამეკითხავს სახარების ერთად და სამოსხოს ერთად. გქონია ეგეთი დღე. მე როცა ამას გავაკეთე, მე ვცდილობ რომ მე ერთიანად წავიკითხო ის დღეები რაც გამოგჩა, მე ერთიანად წავიკითხო ის თავები რომ არ დავრჩე სახარების და იმის გარეშე. მაგრამ ძალიან უშუალოდ ამას ყოველდღე აკეთებ ამას. წარმოიდგინე არიან ადამიანები საკუთარი ნახეთ აი როგორ ძლიერდება ადამიანი რა არის ჩვენი თავარი საზღვრები. ჩვენი თავარი საზღვარი არის ლოცვა. ლოცველი ადამიანი უნდა გახდე. ლოცვა რა არის? ლოცვა არის საუბარი ღმერთთან. ლოცვის გარეშე ადამიანი ძალიან იფიტება ლოცვის გარეშე ადამიანი. და ლოცველი ადამიანი სულ სხვანაირია. ოღონდ ამ ლოცვებს იმიტომ კი არ კითხოს, რომ ლოცვა უნდა წაიკითხოს აქიდან აქამდე, ამ ადგილიდან აქ ამ ადგილამდე. არა. ის ლოცვას კითხულობს, იმიტომ რომ მან ეს გააშინაარსოს. რო ჩაუღრმავდეს ამ ლოცვას, იმიტომ რომ ლოცვის გარეშე ადამიანი ვერ გაიზრდები, ვერ ჩამოყალიბდები ქრისტიანად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქრისტიანმა შეიყვაროს ლოცვა. ლოცვის გარეშე საკუთარი თავი არ უნდა დატოვო. აი არ შეიძლება შენ ლოცვის გარეშე რამეს მიაღწიო. როცა ლოცველი ხარ, როცა შენ შეეს ლოცვის მაგლის შემოდის, რაღაც სხვანაირი ხდები, როცა ლოცვა იცი, აი მოხვედი წირვაზე, რატომ აი გუშინ ახლა საღამოს ლოცვას ვატარებ. რამდენიმეჯერ გავიხედე გუშინ გარეთ. მრევლის წევრები ეზოში იდგნენ და თელი ლოცვა ლაპარაკობდნენ. თელი ლოცვა. არ და რა საკითხები იკითხებოდა გუშინ ინსტიტუტის კარზე? საოცარი სახარება, საოცარი განმარტებები იკითხებოდა. მაგრამ 90% ვინც ეზოში იდგა, 90% ლაპარაკობდა და საუბრობდა ერთმანეთთან. და რატომ მოდიხარ მაშინ თუ უნდა ისაუბრო? აი რისთვის მოხვედი? თუ უნდა ისაუბრო, თუ ამ ლოცვას არ შემოვერთდები. ადექი ახლა დილი წარმო გამოხვედი, აგერ გარეწვის ხალხი ეზოში წვიმაში დგას, ახლა სულდება ზოგიერთი მათგანი. რატო ხარ აქ თუ ამას ესე თელი გულისხმობით არ გინდა რომ ჯერ ისედაც გულისხმობით რო გინდა რომ წაიკითხოს ლოცვა, ეშმაკ ისედაც გიფანტავს ამ გონებას. გართმევს ამ სიტყვებს, გაგლიჯავს გონები და სხვაგან მიყავხარ გონებით, თელსოფლოს მოგატარებს ამ ლოცვის დროს, ყველგან წაგიყვანს და წამოგიყვანს ამ გონებით, რომ დადგები ამ ლოცვის დასაკითხად, იმ ლოცვის ყველა აზრი და ყველა ფიქრი მაშინ შემოდის, რომ იმ ლოცვაში არ ჩაერთო. ისედაც ესეთია ეშმაკი, ისედაც გართმევს ამ ყველაფერს. ისედაც გართმევს ამ ყველაფერს და ხო შეიძლება ამასთან ბრძოლა ისწავლო და გავამკლავდი ამას. სხვანაირად როგორ გაიზრდები ამის გარეშე, როგორ მიაღწევ სულიერ წარმატებას. ვერანაირ წარმატებას სულიერს ვერ მიაღწევ, თუ შენ ამაში შრომას არ ისწავლე. თუ შენი საქმეები ამ წმენასთან ერთად არ იქნება. თორე წარმოუდგენელია, ვერ გადავრჩებით ამის გარეშე. ადამიანი ვერ გადარჩება
ლოცვის, მარხვის გარეშე ვერ გადარჩება, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შემადგენელი ნაწილია ამ ყველაფრისა. როგორ შეიძლება შენ ბოროტები ცხონდე? თუ შენ სიკეთეებით არ გახოს, იცახე რამდენი წმინდა მწამს. თუ შენი საქმეები ამ წმენასთან ერთად არ არის. საქმე კი არა გადამრჩენელი, საქმე კი ვერ გადაარჩეს ადამიანს, მარხვა კი ვერ გადაარჩეს ადამიანს. როცა ეს მარხვა წმენასთან ერთად და მაშინ გადარჩება. როცა ეს საქმე წმენასთან ერთად და მაშინ გადარჩება. თორე მარხვამ როგორ უნდა გადაგარჩინოს? ახლა სიკეთის კეთება მარხვა როგორ უნდა გადაგარჩინოს? თუ იმ ყველაფერთან წმენა არ არის, ქრისტე რო არ მოსულიყო და ქრისტე რო ჯვარზე არ გაკრულიყო, როგორ უნდა გადარჩენილიყავი და რას უნდა გადავერჩინოთ? ვერაფერი ვერ გადაგვარჩენდა. ქრისტეს გარეშე ცხოვრება დაუჯერებელი და წარმოუდგენელია. ერთერთი ადამიანი ქრისტეს წმენის გარეშე ვერ გადარჩება. მაგრამ ამ ქრისტეს წმენას უნდა გქონდეს ქრისტეს საქმეებიც, ისაც ქრისტემ გითხრა. იგივე ქრისტე გვეუბნება იაკობ მოციქული ამბობს, ვინც თქვა რომ არ იმრუშო, იგივე ღმერთმა თქვა რომ არ იპარო. იგივე ღმერთმა რომ ცილი არ დასამო, იგივე და იგივე ღმერთი ამბობს ამას. ანუ შენის მცნებები შენ იმაში უნდა გაატარო. და ამას აკეთებდნენ, ამით გავწყდნენ ეს ათონელი იმამები. აბა რისთვის შეავიწროვე საკუთარი თავი, რისთვის ზოგი წარმოდგენე კვირაში ერთხელ ჭამდა საჭმელს. კვირაში ერთხელ იღებდა საკვებს. იმდენად ავიწროვდნენ საკუთარ სხეულს, იმდენად რაღაც ისე მარხულობდნენ, ისე იცავდნენ მარხვას, იმიტომ რომ რაღაცა სულიერი სიღრმეები ქონოდა და ამ ხორცზე ბოლომდე გამარჯვება მოეპოვებინათ. რომ ეს ხორცზე თვითონ ყოფილიყვნენ თავისუფლები, თავისუფლები თვითონ ყოფილიყვნენ, თვითონ ემართათ საკუთარი თავი, ღმერთის დახმარებით და ღმერთის შემწეობით და ღვთის განგებით ემართათ საკუთარი თავი და მათი ნება, მათი თავისუფალი ნება, ღვთის ნებას უდამორჩილებოდა. და ღვთის ნების შემეცნებაში იყვნენ ისინი მთელი გონები დაზღვით, რომ მათი აი ჩვენ რო ვკითხოთ, ხო? იხავ ნება შენი, ვითარცა და შეგეწევ, მისოა მაკარდიდი ამბობს, ღმერთო გამწმინდე მეცოდვილი, რამე თუ არ ამიქნიეს კეთილი წინაშე შეყავს შენსა და იხავ ჩვენ შორის ნება შენი, რომ მე ღმერთო ისე უნდა მოვიქცე, რომ მე შენი ნება გავატარო ამ ცხოვრებაში, რომ მე მივხვდე რა არის შენი ნება, რა არის შენი არჩევანი. რომ მე შენაგრძლებინე, ღმერთო, რომ მიმიყვანე იქამდე, რომ ჩემი გული და გონება გაწმინდე, რომ მე შენი ნება ამოვიცნო, რომ მე შენ ნება, შენ ბრძანებას მე მივხვე. ამას ვუწევ წმინდანები, რომ ღმერთო შენთან მამყოფე, შენთან მინდა მე, შენთან მინდა, შენ წიაღში მინდა, შენი აზრების მინდა მივხვე, შენ ფიქრებს მინდა მივხვე და მინდა რომ შენ ჩემში იყო და მე შენში მინდა ყოფილიყო. ესა წელი ქრისტიანობა და ღმერთმა შეგაძლებინოს ყველას და ღვთის კურთხევა, წყალობა და სიკეთე მაღი ღმერთმა არ გაგოთ. დაიფაროს და დაიცვას ღმერთმა თითოეული თქვენთაგანის ცხოვრება. ამინ.